იცი სად არის დასაფლავებული საქართველოს უდიდესი მეფე თამარი? ამ ვიდეოში ბევრს საინტერესო რამეს გაიგე. თამარ მეფე ერთ-ერთი უდიდესი მმართველი იყო საქართველოს ისტორიაში. მისი მეფობის დროს საქართველომ უდიდეს სიდიადეს და ძალაუფლებას მიაღწია. თამარ მეფის მეორე ისტორიკოსის ჩანაწერში ცხოვრება მეფეთ მეფისა თამარისი ვკითხულობთ და თამარ დაიძინა ძილი იგი მართალთა თვესა იანვარსა. თამარის პირველი ისტორიკოსის თხზულებაში ისტორიანი და აზმანი შარავანდეთანი ვკითხულობთ ასეთ ინფორმაციას და წარიყვანეს სამკვიდრებელსა მათსა გელათს და დამარხეს სამარხოსა პატიოსანსა. ცხოვრება მეფეთ მეფისა თამარისში წერია. მაშინ უკვე აღმოიყვანეს და მცირეთა შინა დღეთა მცხეთად დადვეს და მერმე უკანასკნელ თვით მუდმე გელათს დაამკვიდრეს თვისა შინა სამარხოსა. ამ ჩანაწერების საფუძველზე თამარ მეფე სწორედ აქ გელათში უნდა იყოს დასაფლავებული. არსებობს ლეგენდა იმასთან დაკავშირებით, რომ 9 ძმამ სამეფოდან 9 სასახლე გამოიტანეს, რათა სამარხი საიდუმლო დაემალათ. ამის შემდეგ კი ერთმანეთი მოკლეს, რათა ეს საიდუმლო სამუდამოდ დაემალათ. მოდი მივყვეთ ჩანაწერებს და არა ლეგენდებს. გელათის მონასტერში შემონახულია დაზიანებული ფრესკა, სადაც სილუეტით გამოსახულია ადამიანი, ხოლო მის გვერდით წარწერილია მეფეთა მეფე. სწორედ ამ გამოსახულების წინ მდებარეობს ადგილი, რომელსაც ისტორიულად თამარის სამარხად მიიჩნევა. 1920 წელს ქართველმა მეცნიერმა ევთიმე თაყაიშვილმა ეს ადგილი გახსნა. აღმოჩნდა ქალის ჩონჩხი, რომლის სიმაღლე დაახლოებით 1 მეტრი და 55 სანტიმეტრი იყო და მცირე ბავშვის ჩონჩხი. შემდგომი კვლევებით დადგინდა, რომ ეს ნეშტები ეკუთვნოდა იმერეთის მეფე ალექსანდრე მეხუთეს მეუღლესა და შვილს. არსებობს ვარაუდი, რომ იმერეთის მეფემ მე-18 საუკუნეში მიიტაცა თამარის საფლავი და საკუთარი ოჯახის წევრები მის სამარხში დაასაფლავა. არის ვარაუდი იმასთან დაკავშირებით, რომ მე-16 საუკუნეში თურქ-ოსმალები შემოიჭრნენ ქუთაისში და გადაწვეს მთელი ქალაქი. გელათელმა ბერებმა ეს ყველაფერი შეამჩნიეს და მიხვდნენ, რომ საფრთხე ამ ადგილსაც იმუქრებოდა. სწორედ ამიტომ დავით აღმაშენებლის და თამარ მეფის საფლავი ამოასვენეს და სხვა უფრო უსაფრთხო ადგილზე გადაასვენეს. ყველაფრის მიუხედავად, ჩემი აზრით, თამარ მეფე გელათის მონასტერში არის დასაფლავებული და ძალიან სამწუხარო არის, რომ დღეს ეს მონასტერი ასეთ მდგომარეობაში იმყოფება.